კადრები, რომელიც მედია საშუალებით გავცემდა და სადაც ჩვენთვის იურისტებისათვის ძალიან ადვილად გასაგებია და საცნაურია ის, რომ აქ დაპირებასაც კი არ აქვს ადგილი მაჟორიტარობის კანდიდატის მხრიდან, საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, არამედ პირდაპირ მოსყიდვის ფაქტებია. აქ დუმბაძეზე არის შეერთების ნაწილია დაზიანებული. დუმბაძეზე პორტი ვარ ეხლა შეხვედრაზე ვარ მოსახლეობასთან და მე მგონი იქ არა პრობლემა არ იყო და მაგრამ იქ გამოჩენილია ის კოსა თუ დაიწყება გავარი პაჟალოსთან. იქ აქემას აპარატი არის, აპარატურა იყო გაფუჭებულიო და ეს აპარატურა ძლიერ გამოუშვით ერთი და სამხას დიბატონა. აი შემოძა. არა. ეს მოვათვის და სამსახურის უფროსი. დიბატონა. აი ეს მოსახლეობას ჩვენ დაძინება შემოძა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ბატონი თემის მოგესმენა. მიიღო ჩვენი შენიშვნები. შევხვიდა და ეხლა დღეს პირდაპირ დღეს მოვა ჩვენს გასაკეთებლად. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეკაბესელიას საარჩევნო შტაბი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ სარიშვილის საარჩევნო რეგისტრაციის მოხსნას და მის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საჩივრით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას.